მე აღმოჩნდი არაჩვეულებრივ ადგილას, რომელიც სახელია მცხეთა სურვილი. თბილისიდან გამოდიხარ თუ არა ჯვრის მონასტერი, რომელიც იდეალური შერწყმაა ჩემთვის ბუნების და არქიტექტურის. და აი ამ გზის გამოვლით თბილისიდან 10 წუთში აღმოჩნდები მცხეთა სურვილში, სადაც სურვილი მართლა გიჩნდება, რომ შენ თავთან მარტო დარჩე. რაღაცა შთაგონება მიიღო და ცოტა უკეთესი გახვედი აქედან. აი სულ რამოდენიმე წუთში ქალაქიდან უცებ ხდები 60-ში. 60-ში თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაცა არაჩვეულებრივ წყნარ და მშვიდ ატმოსფეროში. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ თბილისიდან 10 წუთის სავალზე იქნებოდა ესეთი ასლოვანი ხეების ტყე, რომელიც გახლავთ დაცული ტერიტორია. გარს მახლავს ულამაზესი ასლოვანი ხეები, ნახეთ რა ლამაზია, როგორ შექმნა ბუნებამ ესეთი კონფიგურაცია. ამ ადგილს თბილისის ფილტვებსაც უწოდებენ, სწორედ აქედან მიდის სუფთა ჰაერი ჩვენს დედაქალაქში და ჩვენ ფილტვებამდე ზოგი აღწევს და ზოგი არა და მე მაგალითად მგონია რომ ჯობია მოასწრო შენ თვითონ და აქვე ჩაისუნთქო ეს აირი საიდან გარდა იმისა რომ ჯვრის და ზედაზნის ხედებია არის სიმშვიდე. ყველაზე საინტერესო ალბათ არის შინდა ცხოვრება, როგორც მე წარმომიდგენი აქ როგორი იქნება. ფეხის შემოდგმისთანავე, აი ალაყაფის გადმოდმისთანავე არის რაღაცა განცდა, რომ შენ ხარ დაცული შვიდ გარემოში შენ შვილებთან ერთად. სადაც სასეირნო ბილიკებია, ველო ბილიკებია, მოსასვენებელი ადგილები მშობლებისთვის, ბავშვების მოედნები, აუზი, პადელის კორტი, სპორტული მოედნები, ძალიან მყუდრო ქუჩები. მთლიანად ტერიტორია შემოღობილი და დაცული და შიგნით ყოფი ადამიანები შექმნიან ალბათ პატარა მიკრო სამყაროს, პატარა კუნძულს, რომელზედაც კიდევ უფრო განსხვავებული და უფრო თბილი ურთიერთობები გაიბნება, ვიდრე ჩვეულებრივ დიდ ქალაქში ან კორპუსებს შორის ჩაყრილ უამრავ ხალხს შორის. ძალიან პოზიტიური აქაურობა, რაღაცა კარგს გიკადის. ასეთი აქ 47 ვილა 6 ჰექტარზე გაშენებული და რაც თავარია სიმწვანე. საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება ჯვრის მონასტერი, ზედაზენისთა, საიდანაც მზერო ამბობდღიალდება წითლად საცხოვრებელი კომპლექსი ზუსტად იქ, სადაც მტკვარი და არაგვი უერთდება ერთმანეთს და ორი ხეობის რაღაც გასაოცარი მიკროკლიმატი იქნება. ყველა ვილას თავისი საპარკინგი ადგილი აქვს, მაგრამ ერთი ბონუსიც არის. გეწვია სტუმარი, მისთვისაც არის საპარკინგი ადგილი გათვალისწინებული. მალე დაამთავრებთ? კიო.